მოგესალმებით. ფეხბურთზე უნდა ვისაუბროთ დღეს ბევრი, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი იწყება. ისე მაინტერესებს მოსაწყენი ჭურჭელი რომელია? იცი რა, ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური ღია ფერის თეთრი ჭურჭელი, რომელიც მოსაწყენი გარეცხორმოსაც გასარეცხი ჭურჭელია, მეგონი ყველა. არც უმაგისობა. კარგი ბატონო, მაინტერესებს მართლაც მოსაწყენი ჭურჭელი რომელია, მაგრამ მე ძალიან საინტერესო ამბები მაქვს თქვენთვის მომზადებული და რა თქმა უნდა საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალზე საუბარი ჩვენ ცოტა მოგვიანებით გადავდოთ, იმიტომ რომ პრინციპში უფრო საინტერესო ამბებია ეს და მანამდე მოვიშოროთ სხვა ამბები, საფეხბურთო ამბები. ჩელსის უკავშირდება პირველი მაგალითად, კერძოდ გუშინ ლონდონურ კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს. გუშინ ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი ჩელსისთან იტალიელმა სპეციალისტმა, იტალიის ნაკრების ამჟამინდელმა დამრიგებელმა ანტონიო კონტემ, სწორედ ის უხელმძღვანელებს მომავალი 3 სეზონის განმავლობაში ინგლისურ გუნდს. ანტონიო კონტე ინიშნება მოკლედ ჩელსის მთავარ მწვრთნელად, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაუდგება სათავეში ჩელსის. 2004 წლიდან ავარჯიშობს იტალიის ნაკრებს ანტონიო კონტე და ის ანაკრებო დონეზე მისი ბოლო ტურნირი სწორედ ევრო 2016 იქნება, შემდეგ კი უკვე 3 წელი ჩელსიში იმუშავებს. ეს არის 13 წლის განმავლობაში მას შემდეგაც ხელმძღვანელობს ჩელსის და პატრონობს რომან აბრამოვიჩი, მეათე დანიშნა ლონდონურ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელისა. რაც შეეხება კონტეს მიღწევებს საკლუბო დონეზე, მოგეხსენებათ, მან 3 წელი იმუშავა იუვენტუსში და 3-ვეჯერ გახადა ჩემპიონი ეს გუნდი, ასევე ის მუშაობდა სიენაში და ეს გუნდი გადაიყვანა სერიაში, ისევე როგორც ბარი, ასევე იყო არეცო, იყო ატალანტა, როგორც ითხრათ 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ეს იტალიის ნაკრებს. რაც შეეხება ჩელსის, სწორედ ეს გუნდი უნდა გამოიყვანოს კრიზისიდან ანტონიო კონტე, მოგეხსენებათ, ჩელსიმ პრაქტიკულად ჩააგდო წლევანდელი სეზონის 25 ქულით აგებს ჩემპიონატის ლიდერ ლესტერთან და გაისად ევრო თასებზე წარმოდგენილი არ იქნება, ვინაიდან ყველა ტურნირი წააგო, რომელშიც მონაწილეობას იღებდა და შესაბამისად მხოლოდ გაისად საშინაო ტურნირებით მოუწევს დაკმაყოფილება ჩელსის. ამ გუნდში ამ სეზონს იწყებდა ჟოზე მოურინიო, ის გაათავისუფლეს საამ წარუმატებელი სერიის შემდეგ და ახლა დროებითი შემსრულებელი მოვალეობის არის ჰოლანდიელი ჰიდინგი. გუშინ ორი საინტერესო მატჩი გაიმართა პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ვე ტურში, ორივეში ლიდერი მონაწილეობდა, ერთ-ერთმა მოიგო, მეორემ კი პორტუმ წააგო სენსაციურად საკუთარ მოედანზე ბოლო ადგილოსთან ტონდელასთან და საბოლოოდ საჩემპიონო რბოლას მე მგონი ეს გუნდი გამოეჩა. ჯერ ვნახოთ ფრაგმენტები მატჩისა ბელენენსეში სპორტინგი ძალიან კარგ ფორმაშია და ის ცდილობს არ ჩამორჩეს ჩემპიონატის ლიდერს ბენფიკას, რომელსაც დღეს უწევს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა. სხვაობა ამ გუნდებს შორის არის მხოლოდ ორი ქულა, ასე რომ ბრძოლა ჩემპიონობისთვის პორტუგალიაში გრძელდება. არანაირი შანსი ბელენენსეს სპორტინგმა გუშინ არ დაუტოვა. უკვე 23 წუთზე გახსნა ანგარიში, აქტიურობდა პირველ ტაიმში ისლამ სლიმანი, ალჟირელი ლეგიონერი ამ გუნდისა, სწორედ მან გაიტანა პირველი გოლი. ეს კი ეპიზოდი, როცა ბრაიან რუისი კოსტარიკელი ფეხბურთელი სპორტინგისა წააქცია საჯარიმოში ტიაგო ალმეიდამ და სლიმანიმ უკვე პენალტით დუბლი შეასრულა. ეს მისი 22 გოლია მიმდინარე სეზონში და ალჟირელი მეორე ადგილზეა ბომბარდეთა დავაში ჩემპიონატში. ეს კი უკვე მეორე ტაიმის ფრაგმენტები, სადაც 58 წუთისთვის ამ მატჩის ბედი გააწყვეტილი იყო. ადრიან სილვამ ესე გახადა ანგარიში 3-0, შემდეგ კი უკვე დადგა კოლუმბიელი ტეოფილო გუტიერესის ჯერი. 58 წუთზე 4-0 იყო ანგარიში მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ. საშინლად გამოიყურებოდა ბელენენსეშის დაცვა. ძალიან იოლად არტყმევინებდნენ ბურთს მეტოქეს ისინი საჯარიმოდან. ეს კი პირველი საპასუხო გოლი, რომელიც გაიტანა მარკო ბაკეჩმა ბელენენსეშის ფეხბურთელმა 1-4, მაგრამ დაახლოებით 3 წუთში 78 წუთზე მიბაძა სლიმანის ტეოფილო გუტიერესმა და მანაც დუბლი შეასრულა 5-1, თუმცა ბოლო გოლი მაინც ბელენენსეშის ფეხბურთელებმა გაიტანეს ამ შეხვედრაში. ტიაგო სილვამ გამოასწორა თავის შეცდომა და საბოლოოდ 2-5 დააფიქსირა ანგარიში და როგორც გითხარით, სპორტინგი მეორე ადგილზეა ჩემპიონატში 28 ტურის შემდეგ და ჩამორჩება ბენფიკას 2 ქულით, ასე რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ლისაბონურ გუნდებს შორის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ახლა კი იმ სენსაციის შესახებ, რომელიც მოხდა გუშინდელ მატჩებში, გუშინდელ შეხვედრაში პორტუგალიის ჩემპიონატში, პორტუ, რომელიც ებრძოდა აქამდე ასევე ჩემპიონობისთვის სპორტინგს და ბენფიკას, მე მგონი აი ამ რბოლას ჩამოცილდა, ვინაიდან წააგო ბოლო ადგილოსთან ტონდელასთან, რომელიც ბედი გარკვეულია და ის პრაქტიკულად გავარდნილია მეორე დივიზიონში. პორტუს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა ამ შეხვედრაში, უამრავი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ არ უმართლებდა პორტუგალიურ გრანტს და ტონდელამ კი ერთადერთი შანსი მიიღო მთელი შეხვედრის განმავლობაში და ის გამოიყენა. აი მაგალითად პირველი ეპიზოდი, რომელიც ჰქონდა დანილო პერეირას, მაგრამ კარგად ითამაშა სტუმრების მეკარე კლაუდიო რამოსმა, შეძლო ბურთის გადაგდება კუთხურზე. ეს ვინსენტ აბუბაქარის პორტუს საუკეთესო ბომბარდირის მომენტია, მისი თაური და აქაც
ოდნავ სიზუსტე დააკრიტა პორტუს ფეხბურთელს. ესეთი იყო პირველი ტაიმის ფრაგმენტები, ხოლო მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ერთადერთი საგოლე კომბინაცია გათამაშდა ამ შეხვედრაში და ლუის ალბერტმა ესეთი შესანიშნავი დარტყმით ტონდელას მოუტანა ეს მნიშვნელოვანი სამი ქულა. ამ სამი ქულის შემდეგ კიდევ აქვს რაღაც შანსი ამ გუნდს იმისა, რომ იბრძოლოს, თეორიული შანსი იბრძოლოს ლიგაში დასაჩერად, მაგრამ ამისი მე მგონი თავად ტონდელას ფეხბურთელებს არჯერად. დარჩენილ დროში პორტომ ორჯერ სცადა და ორი მომენტი შექმნა იმისთვის, რომ გაეთანაბრებინა ანგარიში, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და საბოლოოდ დამარცხდა 0-1 საკუთარ მოედანზე. არადა ძალიან დიდი ხანი პორტუ საკუთარ დრაგაუზე არ მარცხდებოდა. კიდევ ერთი მომენტი და კლაუდიო რამოსი თამაშობს კარგად, აშკარად გმირი იყო ამ შეხვედრისა ტონდელას მეკარე. კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელსაც ვნახავთ ჩვენ პორტუს შესრულებით, ამჯერად კორეელი იუნ სოკი უთხრამდა და ისევ კარგად ითამაშა სტუმრების გოლკიპერმა. მოკლედ პორტუ ჩამორჩა ლიდერ ბენფიკას 9 ქულით და დარჩენილ 6 ტურში ძალიან რთული იქნება ამ ჩამორჩენის გაბათილება, ასე რომ პორტუ დაკმაყოფილდეს მესამე ადგილს მიმდინარე სეზონში. დღეს ჩვენ ასევე ბევრს ვისაუბრეთ კალათბურთის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ NBA-ში დღეს მატჩები არ იმართება, უბრალოდ ჩვენ რამდენიმე ტოპ-10 მოგიმზადეთ დღის და მარტისთვის ჩატანმები და 10 საუკეთესო მომენტი გასული თვის, მაგრამ ჯერ ვნახოთ გუშინდელი დღის 10 გამორჩეული ეპიზოდი და ვიწყებთ მე-10 ადგილით შეხვედრით Milwaukee, Chicago იბრძვის იმისთვის, რომ გავიდეს პლეი-ოფში, მოიპოვოს მერვე ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი შეხვედრა მოიგო. ამ მატჩიდან გამოარჩიეს ერთი მომენტი Milwaukee-ის კალათბურთელების შესრულებით, ტაილერ ენისის პასის შემდეგ ჯაბარი პარკერმა ესე აიღო 2 ქულა შესანიშნავი ჩატენვით. ლეიკერსი ბოსტონი და ნახეთ რამდენი ფინტი შეასრულა ერთ შეტევაში ჯორდან კლარკსონმა. ერთი კალათბურთელის მოტყუება სჭირდებოდა რამდენიმე კროსოვერი და საბოლოოდ 2 ქულას აიღო. კობი ბრაიანტი იყო ამ მატჩში გამორჩეული, ბრაიანტი ძალიან მალე დაასრულებს კარიერას, მაგრამ 34 ქულა ჩაუგდო თავის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს ბოსტონს. ამასობაში კლიპერსი ვაშინგტონი, კროუფორდის პასი და დეანდრე ჯორდანი, რომელსაც აი თვის ტოპ-10-ებში ჩვენ არაერთხელ ვიხილავთ საქმეში. ზედიზედ ორი მომენტი შეხვედრიდან ბრუკლინი, ნიუ-ორლეანი და ბრუკლინელი კალათბურთელები არიან გამორჩეულები, მაგალითად ტომას რობინსონმა დაამატა თავისი პარტნიორის აცილებულს. ეს კი მომენტი, რომელშიც მონაწილეობდა კილპატრიკი, ახალგაზრდა კალათბურთელი ბრუკლინის. ძალიან ეფექტური შესვლა ფარქვეშ, ფინტი ჰაერში და ასევე დაუშვებლად შემდეგ აგებული 2 ქულა. მატჩი, რომელიც გაიმართა გუშინ მინესოტაში, დალასმა მოუგო მინესოტას, მაგრამ ენდრიუ ვიგინსი მასმედლების რიგებში აი ამ დანკით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მე-4 ადგილი კლივლენდი შარლოტი იშვიათი შემთხვევა, უცნაური შემთხვევა, ლებრონ ჯეიმს დაუფარეს ბურთი, ეს გააკეთა კორტნი ლიმ. თუმცა ლებრონმა გუშინ მაინც მოასწრო 31 ქულის აღება. მესამე ადგილი ჰიუსტონი, ოკლაჰომა. ჰიუსტონმა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო პლეი-ოფის საგზურისის ბრძოლაში, ოკლაჰომა დაამარცხა და ეს არის ჰიუსტონის სათადარიგო ცენტრის კლინტ კაპელას ძალიან ეფექტური დანკი. გვხვდება ბოლო 2 ადგილი, ისევ უბრუნდებით შეხვედრას მინესოტა დალასი და ისევ ენდრიუ ვიგინსი, მისი მეორე მოხვედრა ამ ტოპ-10-ში. თავად გააკეთა ყველაფერი, დასვაში ბურთი მოიპოვა და შემდეგ 360 გრადუსიანი ბრუნით ცველით ჩამოიცილა და ამას მოყვა შემდეგ უკვე მარტივი ჩატენვა და პირველი ადგილი KJ მაგდანიელსი, ისევ ჰიუსტონის კალათბურთელი. აი ესე. ფრთაზე მიიღო ბურთი მაგდანიელსმა, შევიდა ფარქვეშ. ნახეთ ადამსი წინვალე ფინტი ჩამოიცლა და შემდეგ უსფულესი ბურთი ჩააგდო. პრაქტიკულად დაშვებული იყო მოედანზე, მაგრამ მოასწრო სროლა KJ მაგდანიელსმა. ნუ მოკლედ თავარზე ჩვენ ვისაუბრეთ მეორე გამოშვებაში, ეს არის ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩები. დღეს იწყება მე-4 ფინალი, დიდი საფეხბურთო დღეა. სუპერკლასიკო უკვე იყო ბარსელონა რეალი, მაგრამ არანაკლებ კლასიკური დაპირისპირება ბარსა ატლეტიკო და მასზე ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ. ეს იყო გიორგი თვალობაშვილი, დიდი მადლობა. ჩვენ მას ცოტა ხანში ისევ შევხვდებით დილაში პირველზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გიორგი თვალობაიშვილი შემოგვერთა, როგორც უკვე ხედავთ, ის მზად არის იმისთვის, რომ მიმოიხილოს სპორტის ახალი ამბები. სპორტის ახალი ამბები, უпроსოდ ანონსი იქნება ჩემი მეორე გამოშვება ძირითადად, იმიტომ რომ დღეს 2 მატჩია ჩემპიონთა ლიგის მე-4 ფინალურ ეტაპზე, პირველი დაპირისპირება ბარსელონა ატლეტიკოსა და ბაიერნ ბენფიკას შორის. რა თქმა უნდა, აი ამ ორი მატჩიდან განსაკუთრებული ინტერესი იწვევს ბარსელონა ატლეტიკოს, ხოთა შორის ატლეტიკო ერთ-ერთი იშვიათი გუნდთაგანია, რომელსაც აქვს ევროს RBL-ზე ბარსელონას წინააღმდეგ დადებითი ბალანსი. დიახ, ასეა, მართალია, მხოლოდ
ორჯერ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე, ორი მატჩი იყო, ანუ ერთ რაუნდიანი დაპირისპირება და 2013-14 წლების სეზონში ასევე მეოთხედფინალში ატლეტიკომ მოახერხა ორი მატჩი ჟამში ბარსას დამარცხება. პირველი შეხვედრა კამპ ნოუზე დასრულდა 1-1, მეორე კი ატლეტიკომ 1-0 მოიგო კოკეს გოლის წყალობით და მაშინ გააღწია ნახევარფინალში და ბარსელონა დატოვა ნახევარფინალის გარეშე. სხვათა შორის ატლეტიკო ერთადერთი გუნდია, რომელმაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ბარსას სწორედ ნახევარფინალამდე არ მიუშვა. თუმცა ამ სეზონის შეხვედრებს ამ გუნდებისა თუ გავიხსენებთ ესპანეთის ჩემპიონატში, ბარსელონამ ორივეჯერ დაამარცხა მადრიდის ატლეტიკო, მაგრამ ორივეჯერ მოგზალებული ანგარიშით ბრძოლაში 2-1, ასე რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო უნდა იყოს. აფიშაც თავადმეტყველებს ყველაფერზე. ესპანეთის პირველი და ესპანეთის ჩემპიონატის პირველი და მეორე გუნდი ხვდება ერთმანეთს კამპ ნოუზე. ამ მატჩის წინ აშკარად გაიფუჭა ხასიათი ბარსელონა, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ წააგო მან ასევე საკუთარ მოედანზე სუპერ კლასიკო, ელ კლასიკო რეალთან 1-2, აი ატლეტიკომ კი 5-1 გაანადგურა ბეტისი და სხვათა შორის ჯერჯერობით ებრძვის ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის. სხვაობა მათ შორის არის 6 ქულა, სულაც არ არის ეს დიდი სხვაობა და ატლეტიკოს შეუძლია იზრუნოს და იბრძოლოს ესპანეთის ჩემპიონატისთვის. რაც შეეხება ტრამვირებულებს და საკადრო პრობლემებს, ჟერემი მატიო და რაფინი არ ეყოლება ბარსელონას, ეს სერიოზული დანაკრისი მანდამაინც არ არის, ხოლო ატლეტიკოს არ ეყოლებიან ლუის ერნანდესი და ტიაგო, ეს ორ-ორი ფეხბურთელი აკლდათ გუნდეს, მაგრამ ატლეტიკოს ბანაკიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჯქვეშა რამდენიმე ფეხბურთელის თამაში, დიეგო გოდინი, ხოსე მარია ხიმენესი, საულ ნიგესი და იანიკ კარასკო ფერეირა, თუმცა დიდი ალბათობით მაინც ამ ფეხბურთელებს ჩვენ დღეს ვიხილავთ მოედანზე. ასე რომ ძალიან საინტერესო მატჩი, ნახოთ დაიწყება თუ არა ბარსას ახალი წაუგებელი სერია რეალთან წაგების შემდეგ, აი არ მარცხდებოდა ბარსელონა 39 მატჩი. ეს კი პრესკონფერენციის კადრები და ხერარ პიკე თქვენს ეკრანებზე, ელ კლასიკოზე ბარსას მხრიდან ერთ-ერთი გოლის ავტორი. მან საინტერესო განცხადება გააკეთა გუშინდელ პრესკონფერენციაზე და ერთგვარად უკბინა მადრიდის რეალს, თქვა ხერარ პიკე იმის შესახებ, რომ ესპანეთში მეორე გუნდი არის ატლეტიკო და მასთან რთული იქნება თამაში, ვიდრე ეს რეალთან იყო. ნახოთ, რამდენი დადასტურდება დღეს ხერარ პიკეს სიტყვები. ჩვენ გადავიდეთ მეორე შეხვედრაზე, რომელშიც ალიანს არენაზე ბაიერნი ბენფიკას უმასპინძლებს და აქ კიდევ უფრო გამოკვეთილია ფავორიტი, ეს არის რა თქმა უნდა მიუნხენის ბაიერნი. ბევრს ჯერა და ბევრი დარწმუნებულია იმაში, რომ ბენფიკას აი ამ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში არანაირი შანსი არ ექნება. თავშეკავებულია როგორც წესი პროგნოზების დროს ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ხოსე გვარდიოლა, მაგრამ ისიც დარწმუნებით ამბობს, რომ მისი გუნდი აი ამ დაპირისპირებაში ფავორიტია. ჩვენ ბაიერნი ვართ და ბუნებრივია ფავორიტები ვართ აი ამ მატჩიო, განაცხადა ხოსე გვარდიოლა. დიდი ხანია ამ გუნდებს ევროსარბელაზე ერთმანეთის წინააღმდეგ არ უთამაშეთ. ბოლოს ეს მოხდა 1994 წელს ჩემპიონთა თასის მესამე რაუნდში და ბაიერნმა ორჯერ მოუგო ბენფიკას მაშინ 4-1, 3-1. ისე კი სულ 6-ჯერ უთამაშიათ ამ გუნდებს ერთმანეთს ევროპაში, ევროსარბელაზე და 4 მოგება ბაიერს, 2 ფრე და არც ერთი წაგება. ასე რომ ამ ხრივადაც ტრადიცია გერმანული გუნდის სასარგებლოდ და თან ბაიერნი წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე შინ ყველა მატჩში იგებს 4-დან 4 მოგება, თუმცა შეგახსენებთ, რომ წინა ეტაპზე იუვენტუსთან მან ძირითადი დრო ფრედ 2-2 ითამაშა და მხოლოდ დამატებით დროში ზლია იტალიის ჩემპიონს. მაგრამ ისიც აღნიშნოთ, რომ ბენფიკა ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, ბოლო 8 ოფიციალური მატჩი ლისაბონურ გრანდს მოგებული აქვს და ბოლო 20 ოფიციალური მატჩიდან 19 მოიგო. ეს შემთხვევით არ ხდებოდა ბენფიკას კარგ ფორმაზე შეგვიძლია ვთქვათ აუცილებლად და ვთქვათ ისიც, რომ ბრწყინვალე ფორმაშია ამ გუნდის ბომბარდირი ჟონასი, რომელსაც ჩემპიონატში პორტუგალიის 30 გოლი დაუგროვდა და ეს საინტერესოა მისი დუელი ბაიერნის შეტევების ლიდერთან რობერტ ლევანდოვსკისთან. ბაიერნის სხვათა შორის ამავე ეტაპზე შაშა ჩემპიონთა ლიგაზე ასევე პორტუგალიურ გუნდს შეხვდა პორტუს. პირველი მატჩი 3-1 წააგო პორტუგალიაში, მაგრამ შემდეგ საკუთარ მოედანზე 6-1 გაანადგურა პორტუგალიური გუნდი. ასე რომ ბაიერნის ტრადიცია აქვს პორტუგალიური გუნდების დამარცხების, ტრადიცია აქვს ბენფიკას დამარცხების და რა თქმა უნდა ის ფავორიტია. თავიანთ ჩემპიონატებში ბოლო ტურები ორივე გუნდმა მოიგო, ბაიერნმა აინტრახტი დაამარცხა 1-0 მოგზალებული ანგარიშით, ბენფიკა კი ბრაგა გაანადგურა მეოთხე ადგილოსანი 5-1 და ბარემ თქვათ საკადრო პრობლემებზე ბოატენგი, რობენი, აი ეს ფეხბურთელები არ იქნებიან ბაიერნში და ბენფიკას რიგებში არ იქნება ჟულიო სეზარი, ლუიზაო და ლისანდრო ლოპესი, თუმცა ეს ფეხბურთელები უკვე დიდი ხანია დამტვრეულები არიან და ისედაც მათ გარეშე თამაშს უკვე წელს ბენფიკა შეეჩვია. ასე რომ უფრო სერიოზული დანაკრისი ბაიერნს აქვს, იმიტომ რომ რობენი არ იქნება მოედანზე. ჩვენ კი ყველა გამოშვებას დღეს დავასრულებთ ტოპ 10-ით, ახლა უკვე ჯერი მიდგა გასული თვის, ანუ მარტის 10 საუკეთესო მომენტზე. წესი დარიგით ძალიან კარგი სანახაობა უნდა იყოს და მოდი ვნახოთ, მივყვეთ. ერთ-ერთი გმირი ამ ტოპ 10-ისა არის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე MVP სტეფ კარი, მისი ჩაჭრა დაცვაში კარგი თამაში და ნახეთ როგორი პასი დრეიმონდ გრინის მისამართით.
ძალიან დააბნია მან იუტას კალათბურთელი აი ამ პასით და გრინმა შემდეგ უკვე ჩატენა ბურთი აიღო 2 ქულა. მე-9 ადგილი Golden State იუტა თამაში არ გავა ეს რომ ცენტრიდან ერთი სამქულიანი მაინც არის სოლო სტეფ კარი და ხშირად მისი ასეთი თხოცნები მიზანს ახდენს. ეს არის ერთ-ერთი მეოთხედის ბოლოს მისი ბაზერ ბიტერი არც კი იყო გადასული მეტოქის ნახევარზე აი ესე გაუშვა ბურთი სტეფ კარიმ და დააკვირდით გრინის მოძრაობა სანამ ჩააგდებდა კარი უკვე დარწმუნებული იყო გრინი რომ ეს ბურთი მოთავსდებოდა ფარში კალათში. ამასობაში იუტა კლივლენდი და სმიტის პასი ლებრონ ჯეიმსის ჩატენვა ძალიან ლამაზი ეპიზოდი. სმიტის პასი რა თქმა უნდა პირველ რიგში აღსანიშნავი. მე-7 ადგილი კლიპერსი პორტლენდი და გასული კვირის ერთ-ერთი ბაზარ ბიტერი აი ამ ტყორცით მოუგო კლიპერსმა პორტლენდს 94-94-ზე წამი ჰქონდა დარჩენილი შეტევისთვის კლიპერს და აი ამ წამში მოასწრო აი ამ კომბინაციის გათამაშება. მე-6 ადგილი ისევ კლიპერსი, ოღონდ დენვერის წინააღმდეგ და დეანდრე ჯორდანი ჯერ დაცვაში ითამაშა ბრწყინვალედ დაბლოკა მეტოქის ტყორცნა, შემდეგ შეტევა და ლებრონ ჯეიმსი ჯერ საკუთარ ფარზე იყო კარგი, შემდეგ კი მეტოქის ფარზეც. მე-5 ადგილი ლეიკერსი ორლანდო და ერიკ გორდონის არანორმალური დანკი ბრწყინვალედ ჩატენვა, ეს არის ჩატენების კონკურსის მეორე ადგილოსანი. ჩვენ ნახავთ გასული თვის 10 საუკეთესო ჩატენვას და იქ გორდონი რამდენჯერმე მოხვდა აი გამორჩეულ ეპიზოდებში გასული თვის. მე-4 ადგილი დალასი Golden State, ისევ სტეფ კარი და ისევ ცენტრიდან ჩაგდებული ბურთი კვლავ ბოლო წამს. უშინ საინტერესო სტატისტიკა გავცელდა სხვათა შორის 1569 სამქულიანი აქვს ჩაგდებული სტეფ კარის მთელი კარიერის განმავლობაში და ამაზე ნაკლები სამქულიანი ასევე მთელი კარიერის განმავლობაში ჯამში მაიკლ ჯორდანს და სკოტი პიპერს ჩიკაგოს ლეგენდებს. მე მგონი ეს სტეფ კარის სროლის სიზუსტეზე მეტყველებს. ამასობაში ჩვენ ვნახეთ დუაიტ პაუელის ჩატენვა დალასის კალათბურთელის, ეს კი ჩატენების კონკურსის გამარჯვებული ზაკ ლავინი მინესოტას მოთამაშე და ისევ სტეფ კარი აი ამ ტოპათეულის გმირი პირველი ადგილოსანი. ნახეთ კევინ დურანტს როგორი ფინტით გაცდა და შემდეგ იბაკასაც როგორ აჯობა. იბაკა ძალიან მაღალია, თითქოს დაუფარა, მაგრამ აი შესანიშნავი პარაშუტი გაუშვა სტეფ კარიმ და აი ეს მომენტი გავიდა მარტის თვეში პირველ ადგილს. ქართულ სპორტულ მედიაში პირველ რიგში ის დანიშნა, რომელიც გუშინ შედგა, დანიშნა გულისხმობ იმას, რომ საქართველოს ნაკრები საწყო ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ახაბერ ცხადაძემ ახალი გუნდი იპოვა, ეს არის ყაზახეთის ქაირათი, მან უკვე გააფორმა აი ამ გუნდთან ხელშეკრულება. ყაზახეთში სეზონი ახალი დაწყებულია და აი კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს ეს გუნდი ცხადაძემ, რომელშიც ჩააგდო ის რუსმა სპეციალისტმა ბოროდიუკმა, ალექსანდრ ბოროდიუკმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, სწორედ მას შეცვლის ქართველი სპეციალისტი. რა შეიძლება ითქვას კაირაძე, ჯერ ვთქვათ ის, რომ 3 ტურის შემდეგ ყაზახეთის ჩემპიონატისა ეს გუნდი არც თუ ისე კარგად გამოიყურება, 2 მატჩი წააგო, 1 ფრედი თამაშა და მხოლოდ 1 ქულა აქვს და აი სიტუაციის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს ცხადაძემ. მას ყავს საინტერესო შემადგენლობა, დახვდება საინტერესო შემადგენლობა ამ გუნდში. 2 ფეხბურთელი მაგალითად, ესენი არიან პლოტნიკოვი და სიდელნიკოვი, მუდმივად არიან გამოძახებული ყაზახეთის ეროვნულ გუნდში. ნახევარდაცვაში ყავთ ვეტერანი ვარსკვლავი 37 წლის უკრაინელი ანატოლი ტიმოშენკო, რომელიც თავის დროზე წლების განმავლობაში თამაშობდა მიუნხენის ბაიერნში და შეიძლება ის ვიხილოთ ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების რიგებში და ასევე შეტევაში არის კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავი დავარქვათ, რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი არშავინი, მასაც წარდგენა არ სჭირდება, ის თავის დროზე ლონდონის არსენალს შეიწყინაოდა. არიან ლეგიონერები, რაც შეეხება ცხადაძეს, ის ზაურ სვანაძესთან ერთად გაემგზავრა ყაირათში და ის იქნება მისი ერთ-ერთი თამაშემწე. ასე რომ საქართველოს ნაკრებიდან მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ გაგდებული ახაბერ ცხადაძე კარიერას აგრძელებს ყაზახეთში, კერძოდ კი ალმათის ქაირათში. ესაც შეეხებოდა ქართულ ფეხბურთს, ყველა საინტერესო ამბავი მე მგონი ეს იყო სწორედ ქართული ფეხბურთიდან, ასევე საინტერესო ამბებია ქართულ სპორტში და პირველ რიგში რაგბიზე ვისაუბროთ. ძალიან ხშირად უცხოურ მედიაში იწერება იმის შესახებ, რომ უკვე დროა შეიცვალოს ფორმატი 6 ერის გათამაშები, სადაც ბრიტანული გრანდები და საფრანგეთი და იტალია თამაშობენ. და საქართველოს ნაკრებს ეკომაგება ბერნარ ლაპასე, ეს არის მსოფლიო რაგბის მოქმედი პრეზიდენტი, რომლის ინტერვიუ დაიბეჭდა ფრანგულ პრესაში, კერძოდ კი გაზეთ Le Figaro-ში. აი აქ ლაპასე აცხადებს, რომ დროა 6 ერის პირველობაზე ბოლო ადგილოსანი გუნდი ტოვებდეს აი ამ ტურნირს და გადადიოდეს ერთად თასზე და შესაბამისად 6 ერზე გადადიოდეს ერთად თასის გამარჯვებული, რომლის ტრიუმფატორი ყოველთვის არის საქართველოს ნაკრები. თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ პლეი-ოფი მაინც უნდა გაიმართოს, ანუ ბოლო ადგილოსანი 6 ერისა
შეხვდეს პირველ ადგილოსას ერთადაც, ესაც გვაწყობს, მაგრამ ნუ ნახოთ ლაპასეს რამდენად აუბამენ მხარს სხვა ფუნქციონერები მსოფლიო რაგბისა, ევროპული რაგბისა და რამდენად შეიცვლება ფორმატი აი ამ კონსერვატული ტურნირის და საერთოდ აი კონსერვატული სპორტის სახეობის. რაც შეეხება კალათბურთს არის ერთი სიახლე, კერძოდ სკიტიშვილმა უკვე მიმდინარე სეზონში მეხუთე კლუბი გამოიცვალა, ამჯერად ის ირანის ჩემიდორში ითამაშებს, ნუ იაპონია, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები უამრავ გუნდში მოასწრო წელს თამაში სკიტიშვილმა და აი სეზონს ჩაამთავრებს ირანის ჩემპიონატში, რომლის დონე არც თუ ისე მაღალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალი კლუბი რომ აქვს ქართულ კალათბურთელს ეს ცუდი არ არის. ასევე სერიოზული მონაგარი ჰქონდა ახალგაზრდულ ნაკრებს ძიუდოში საქართველოს ნაკრების მხედველობაში, კერძოდ გაიმართა ათენში ევროპის ახალგაზრდული თასი და აქ ერთბაშად 20 მედლის მოპოვება მოახერხეს ქართულმა ძიუდოისტებმა და სხვათა შორის ერთ-ერთი პრიზიორი არის გოგონა მოჭიდავე ძიუდოისტი, ეს არის ელისო სისაური, რომელიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. Ну, в принципе, თავარი წარმატებები ქართულ სპორტში ეს იყო. აქ წინა სამატჩო მიმოხილვა ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩებისა და სხვა საინტერესო სიახლეებიც უცხოური და უცხოური სპორტიდან და უცხოური ფეხბურთიდან. მოკლედ მე დავასრულე, ისედაც ბევრი დრო დავიტოვეთ. დიდი მადლობა, ეს გიორგი თვალბეიშვილი იყო, და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ისე გიორგი თვალბეიშვილი შემოგვიერთს და გამარჯობა. გავხსნა სხვა გზა არ არის. ხო, ისევ საფეხბურთო ამბებით ვიწყებთ და ისევ და ისევ აი დანიშნის შესახებ, რომელიც გუშინ იყო ლონდონში, კერძოდ ლონდონის ჩელსისთან ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ, რომელიც დღეისთვის სათავეში უდგა სკვადრა აძურას იტალიის ნაკრებს და მას უხელმძღვანელებს ევროპის ჩემპიონატზე. აი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ის ჩაუდგება სათავეში ლონდონის ჩელსის და ამ გუნდის კრიზისიდან გამოყვანასა და ახალი გუნდის შექმნა შეეცდება, იმიტომ რომ ჩელსიმ წლევანდელი სეზონი პრაქტიკულად ჩააგდო, პრემიერ ლიგაში ლიდერს ჩამორჩება 25 გულით, გავარდა ჩემპიონთა თასიდან, გავარდა ყველა საშინაო ტურნირზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩელსის ჩვენ ვერ ვიხილავთ გაისად ევრო ტურნირებზე. 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ანტონიო კონტემ ლონდონის ჩელსისთან და საინტერესოა უკვე როგორ დააკომპლექტეს ის ახალშემადგენლობას ლონდონის ჩელსიში. შეგახსენებთ, რომ საკლუბო კარიერა საკმაოდ წარმატებული ჰქონდა კონტეს, ყოველ შემთხვევაში სამჯერ გახადა იტალიის ჩემპიონი იუვენტუსი, ასევე სერია B-ში გადაიყვანა თავის დროზე სიენა, ბარი და ის შემდეგ მოხვდა უკვე იუვენტუსში. თუმცა მის სახელს უკავშირდება ერთი სკანდალი, კერძოდ ეს სკანდალი დაკავშირებული იყო ჩაწყობილ მატჩებთან და სხვათა შორის დისკვალიფიცირებულიც კი იყო თავის დროზე იტალიელი სპეციალისტი. ეს ერთი საინტერესო სიახლე, მეორე კი სატრანსფერო ჭორია, რომელიც შეეხება ბარსელონას ბრაზილიელ ვარსკვლავს ნეიმარს. პარი სენ-ჟერმენის მთავარი სატრანსფერო სამიზნე უახლოეს ზაფხულში იქნება სწორედ აი ეს ბრაზილიელი ფეხბურთელი და სხვათა შორის ნეიმარის აგენტმა ვაგნერ რიბეირომ გუშინ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში, რომ მართლაც არის დაინტერესებული ნეიმარი იმაში, რომ დატოვოს ბარსელონა და გადავიდეს პარი სენ-ჟერმენში. ასთავარია პარიზული გუნდი გეგმავს, რომ გადაიხადოს ის თანხა, რომელსაც ითხოვს ბარსელონა ფეხბურთელში, ეს არის ერთბაშად 193 მილიონი ევრო. თუმცა იმასაც წერენ ესპანურ პრესაში, რომ ბარსელონა ვარზეა ამ ფეხბურთელის გაყიდვაზე და მასთან კონტრაქტის გახანძლივებას აპირებს. ნახოთ, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თავად ფეხბურთელის განწყობაზე და ფეხბურთელის სურვილზე, თუ ეს ტრანსფერი შედგა, რა თქმა უნდა, მთავარი გარიგება იქნება ის მომავალ სატრანსფერო ფანჯრის დროს. კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ უნდა ვისაუბროთ, ეს არის რონალდინიო, ბარსელონას ყოფილი ლეგენდა, რომელმაც ახალი გუნდი იპოვნა. რონალდინიო კარიერას გააგრძელებს პერუში, კერძოდ პერუს მეორე ლიგაში და ითამაშებს კლუბ სენსიანოში. 36 წლისაა ბრაზილიელი ვეტერანი, ის სექტემბრიდან მოყოლებული იყო უკლუბოდ, თორსა დატოვა ბრაზილიის ჩემპიონატში მოთამაშე ფლუმინენსე. და ახლა პერუში ითამაშებს. თავად განაცხადა რონალდინიომ გუშინ ამის შესახებ, თუმცა გარიგების დეტალები არ გაუმხელია ჟურნალისტებისთვის. ანუ ჩვენ არ ვიცით სრულფასოვანი კონტრაქტი გააგრძელა მან სენსიანოსთან თუ მხოლოდ ერთ მატჩს ჩაატარებს პერუს გუნდის რიგებში. როგორც ითქვით, ბოლო კლუბი რონალდინიოს იყო ფლუმინენსე. სულ უფრო და უფრო უჭირს აი ამ ვეტერანს ახალი კლუბის მოძებნა, მაგრამ არსებობს ისეთი ლიგა, როგორიც არის ამერიკის MLS, არსებობს ყატარში შეიძლება კარიერის გაგრძელება, მოკლედ რონალდინიო მე მგონი არ დაიკარგება, თუ მას კარიერის დასრულება ჯერ არსულს კლუბს ყოველთვის მონახავს ბრაზილიელი ვეტერანი. გუშინ ჩატარებულ მატჩებზეც ვისაუბროთ, უბრალოდ ერთი შეხვედრა, რომელზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ეს არის პორტუგალიის ჩემპიონატის 22 ტურის მატჩი ბელენენსესა და სპორტინგ შორის.
სპორტინგი ერთ-ერთი ლიდერია ჩემპიონატის, ის კვალში უდგას ლიდერ ბენფიკას და მათ შორის სხვაობა არის მხოლოდ ორი ქულა. ბენფიკამ თავის მატჩი ჩაატარა პარასკევს, დაამარცხა ბრაგა 5-1 და ასევე 5 გოლი გაიტანა ლისაბონურმა მეორე გუნდმა სპორტინგმა გუშინ სტუმრად ბელენენსეშის კარში. ერთ-ერთი გმირი ამ მატჩისა იყო ალჟირელი ფორვარდი ისლამ სლიმანი, რომელიც იბრძვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის, თუმცა ძალიან ბევრი ჩამორჩება ჟონას ბენფიკას ფეხბურთელს ერთბაშად 8 ბურთით. გუშინ სლიმანი პირველივე ტაიმში დუბლის გაფორმება მოახერხა. პირველ შემთხვევაში ზუსტად დაარტყა მან შორეულ კუთხეში და 23 წუთზე გახსნა ანგარიში. შემდეგ კი აი ამ ეპიზოდში დაინიშნა პენალტი ბელენენსეშის კარის მიმართულებით წააქცია საჯარიმოში ბრაიან რუისი, კოსტარიკელი ლეგიონერი სპორტინგის და სლიმანიმ უკვე 11 მეტრიანით შეძლო დუბლის შესრულება 2-0 სტუმრების სასარგებლოდ. ეს ორი გოლი იკმარა პირველ ტაიმში სპორტინგმა, სამაგიეროდ მეორე ნახევარში კიდევ 3 ბურთის გატანა მოახერხა. ამჯერად საქმეში ჩაება ტეოფილო გუტიერესი, რომელმაც დუბლი შეასრულა, თუმცა მანამდე ადრიან სილვამ გაიტანა გოლი 3-0 54 წუთზე. გავიდა კიდევ 4 წუთი და კოლუმბიელმა გუტიერესმა აი ესე გახადა ანგარიში 4-0. და მხოლოდ აი ამის შემდეგ მოდუნდა ოდნავ სპორტინგი და ორი გოლის გატანის საშუალება მისცა მეტოქეს. მარკო ბაკიჩმა ბელენენსეშის მხრიდან აი ასე გახადა ანგარიში 1-4. შემდეგ გუტიერესმა 78 წუთზე მეხუთე გოლი შეაგდო სპორტინგის მხრიდან და კვლავ აღდგა ეს 4 ბურთიანი უპირატესობა. თავადაც ხედავთ რა დღეშია ბელენენსეშის დაცვა, უაზრო შესწავლები საჯარიმოში და ძალიან კარგად სარგებლობდნენ ამით სტუმრები და ბოლო გოლი იყო ტიაგო სილვასი 92 წუთზე 5-2 მოიგო შეხვედრა სპორტინგმა და როგორც გითხარით, კვლავ შეამცირა სხვაობა ბენფიკასთან 2 ქულამ და გუშინ კიდევ ერთი მატჩი იყო პორტუ ტონდელა, რომელიც დასრულდა 0-1 ტონდელას გამარჯვებით სენსაციულად. პორტუ ჩამორჩა ლიდერ ბენფიკას 9 ქულით და შესაბამისად უკვე ჩემპიონის ტიტულისთვის პორტუგალიის პრემიერ დივიზიონში მხოლოდ ბენფიკა და სპორტინგი იბრძოლებენ. მე ჩემი ძრო მე მგონი ამოუწურე